3 დღის მანძილზე სტამბოლში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი მოადგილესთან ერთად აფხაზეთის ეგრეთ წოდებული მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მართავდა. Რამოდენიმე განსახილველ საკითხს გრიფი საიდუმლო ადევს, თუმცა ცნობილი ხდება, რომ ძირითადი მოლაპარაკება ცხედრების გადმოსვენება შეეხო. რა მოთხოვნები ჰქონდათ მხარეებს და რით დასრულდა ეს შეხვედრა? ამის შესახებ მოლაპარაკებების უშუალო მონაწილე ისაუბრებს, მომამბის შეკითხვებს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე უპასუხებს. საღამომშვიდობის ბატონ დავით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. პირველ რიგში, რამდენად საინტერესო იყო შეხვედრა, რაიმე კონკრეტული შედეგი გააქვთ? დიახ, შეხვედრა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს იყო მეხუთე ქართულ-აფხაზური შეხვედრა, რომელსაც ორგანიზებას უწევს საერთაშორისო წითელი ჯვარი ორმხრივი მექანიზმის ფარგლებში. ამ შეხვედრებზე განიხილება საომარი მოქმედებების დროს დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხი. ამ შეხვედრაზე აფხაზურ მხარეს ახალი ხელმძღვანელი ყავდა, ეს გახლავთ ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა მინისტრი ბატონი ზურაბ მარშანი. ჩვენ მრავალ საკითხზე მივახციეთ შეთანხმებას და გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში ქალაქ სოხუმში დიდების პარკის ექსგუმაციის შედეგად ამოღებული ნეშტების ანალიზის ნიმუშები დადარდება ქართული მხარის დნმ-ის ნიმუშებთან და მოხდება ამოცნობა მეომრებისა, საუბარი არის 25 მეომართან დაკავშირებით. ასევე შევთანხმდით და გადაწყდა, რომ უახლოეს თვეებში გაიხსნება სამარხები სოხუმში, ეგრეთ წოდებული ძმები ტაიფების ჯგუფის სამარხი, ასევე იაშტუხაში, კოდორის ხეობაში და ვაზიანში, თბილისთან ახლოს. და ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ პრიორიტეტი მომავალი საქმიანობის, უახლოესი მომავალი საქმიანობის იქნება აჩადარის სამარხი, სადაც როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია და ჩვენი ინფორმაციით არის 44 ქართველი მებრძოლის ნეშტი. ეს ის მებრძოლები არიან, რომლებიც 1993 წლის 27 სექტემბერს ბოლომდე იცავდნენ სოხუმში მინისტრთა საბჭოს შენობას. თქვენ ბუნებრივია ხართ კმაყოფილი ამ შეხვედრით, თუმცა მაინც საინტერესოა იყო რაიმე წინაპირობა ამ შეთანხმების პარალელურად, რის შემდეგაც მოგცემენ უფლებას, რომ მოხდეს იგივე გვამების ესგუმაცია და მათი გადმოსვენება სამშობლოში. რა წინაპირობები წამოგიყენეს ეგრეთ წოდებულმა მთავრობის წევრებმა? იცით რაშია საქმე, ჩვენ უკვე წელიწად ნახევარზე მეტია, რაც ამ ფორმატში მუშაობთ აფხაზურ მხარესთან, ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ურთიერთპატივისცემაზე და ნდობაზე აგებული ურთიერთობა, ამ ჰუმანიტარულ პრობლემის ირგვლივ, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე დასრულდა ბაბუშერას სამარხის გახსნა და ცხედრების გადმოსვენება. ეხლა მიმდინარეობს ესე იგი ამოცნობის სამუშაოები ზაგრების ლაბორატორიასა და ეროვნულ ექსპერტიზის ბიუროში, ასე რომ ჩვენ გვაქვს წინაპირობა კეთილგანწყობილი ურთიერთობისა და შესაბამისად შედეგი ჩვენთვის მოულოდნელი. ბატონ დავით, თქვენ აღნიშნეთ, რომ ბევრ საკითხზე ისაუბრეთ მხარეებმა. გალში პასპორტიზაციის პრობლემაზე ბოლო რამდენიმე თვეა უკვე აქტიურად საუბრობენ. იქ ქართველებს ცხოვრების უფლებაც კი შესაძლოა ჩამოართვან და მოუწიოთ ოფიციალური თბილისის ტერიტორიაზე გადმოსვლა და არაკონტროლებად ტერიტორიაზე ვერ დარჩებიან. იყო ამ საკითხზე საუბარი, რაიმე ფორმით შეეხეთ? არა, ეს ფორმატი წითელი ჯვრის ორმხრივი მექანიზმი მკაცრად რეგლამენტირებულია ჰუმანიტარულ საკითხზე და ოფიციალურ ნაწილში რაიმე სხვა საკითხის განხილვა არ ხდება. ჩვენ ბუნებრივია გვაქვს პირადი ურთიერთობები, ადამიანური დამოკიდებულება, მაგრამ ამის შესახებ ეთერში საუბრისგან თავ შევიკავებ. გასაგებია, მე აღვნიშნე, რომ რამდენიმე საკითხს გრიფიც კი ადევს, თუმცა ბოლოს კიდევ ორ კითხვას დავსვამ, უпроსტად გავაერთიანებ, შემდეგ დაგემშვიდობებით. პირველი ეს არის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელიც უნდა შეასრულოს საქართველომ. ერთ-ერთი არის ოკუპაციის შესახებ კანონპროექტის ლიბერალიზაცია. ამ მიმართულებით ხო არ ყოფილა მხარეებს შორის საუბარი და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც რკინიგზის აღდგენას უკავშირდება. აქ აქვს აფხაზურ მხარეს ულტიმატუმი და ამბობენ, რომ თუ სომხეთი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, შესაძლოა მერე დაიწყოს ამ პროექტზე საუბარი.
ამაზე თქვენი კომენტარი და შემდეგ დაგემშვიდობთ. არა, როგორც გითხარით, მე გითხარით, რომ ურთიერთობის ის ფორმატი, რომელშიც ჩვენ ვართ ჩართული, კაცრად ჰუმანიტარულია და ასეთი საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, თუმცა მე მინდა გამოთქვა იმედი, რომ ჩვენ ადრე თუ გვიან მაინც მოვნახავთ საერთო ენას და გზას ერთმანეთის გულებისაკენ, ჩვენ და აფხაზები და აუცილებლად მომავალში ვიცხოვრებთ ერთად და ყველა პრობლემა და ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ შორის წარმოიქმნა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზთა გამო და უმეტესად ხელოვნურად იქნება დაძლეული. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ამ ეტაპზე იმ საკითხებზე, სადაც ჩვენ შესაძლებელია არ გქონდეს საერთო აზრი და საერთო ხედვა, ბუნებრივია არ შევხებივართ. დიდი მადლობა. ტოლთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე პასუხობდა მოამბის შეკითხვებს.